ტრადიციულ მედიცინას ჯერ არ აქვს მკურნალობის აღიარებული მეთოდი, რომელიც შეაჩერებს ან შეანელებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას. ზოგიერთი პაციენტისთვის, რომელსაც აწუხებს ოსტეოართრიტით გამოწვეული ტკივილი, გაჩნდა ალტერნატიული მკურნალობა, საკვები დანამატები გლუკოზამინი და ქონდროიტინის სულფატი. ითვლება, რომ გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის დანამატების მიღებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი ხელს უწყობენ სახსრების ხრტილის გადაგვარების შენელებას ან თავიდან აცილებას, რაც ოსტეოართრიტის ტკივილის ძირითად გამომწვევ მიზეზია. გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის საკვებმა დანამატებმა ასევე შეიძლება შეამსუბუქონ სახსრების არსებული ტკივილი. ამჟამად ითვლება, რომ ართრიტული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ ხელმისაწვდომი მრავალი მედიკამენტისგან განსხვავებით, გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის დანამატებს აქვთ ძალიან მცირე გვერდითი ეფექტი. თუმცა გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის საკვები დანამატები ვერ უმსუბუქებენ ტკივილს ოსტეოართრიტის მქონე ყველა პაციენტს. ამ ეტაპზე გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის მიღების სარგებელი და რისკები საბოლოოდ არ არის დადგენილი და საჭიროა გრძელვადიანი კვლევები მათი ეფექტის უკეთ გასაგებად. ოსტეოართრიტი ვითარდება მაშინ, როდესაც სახსრების ხრტილი იცვითება და ღია ძვლოვანი ზედაპირები ეხება ერთმანეთს. ეს დეგენერაციული პროცესი იწვევს სახსრებში ჯარბხახუნს, რაც იწვევს მოძრაობის დაკარგვას, შებოჭილობას და სახსრების ტკივილს. ოსტეოართრიტი უფრო ხშირია საშუალო ასაკის და მოხუც ადამიანებში. სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მსუბუქიდან ძალიან ძლიერ ტკივილამდე წელის, კისრის, ხელების, თეთრ-ძოების, მუხლებისა და ტერფების არეში. როდესაც დეგენერაციული ოსტეოართრიტი ხდება ხერხემლის არეში, მას ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც ფასეტური სახსრის ოსტეოართრიტს, რადგან ის გავლენას ახდენს მალებს შორის სახსრებზე. კისრის მალების დაავადების შემთხვევაში მას ჩვეულებრივ უწოდებენ კისრის ოსტეოართრიტს. გლუკოზამინი და ქონდროიტინის სულფატი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის სხეულის შემაერთებელ ქსოვილებში, როგორიცაა ძვლების ხრტილოვანი ზედაპირები. წარმოებაში გლუკოზამინი გამოიყოფა ცხოველური ქსოვილებიდან, როგორიცაა კრაბი, ლობსტერი ან კრევეტების გარსი, ხოლო ქონდროიტინის სულფატი გვხვდება ცხოველების ხრტილებში, როგორიცაა ტრაქეა ან ზვიგენის ხრტილი. ისინი ჩვეულებრივ მიიღება როგორც დიეტური ან საკვები დანამატები. ითვლება, რომ გლუკოზამინი და ქონდროიტინის სულფატი გავლენას ახდენს ხრტილის დეგენერაციის პროცესზე ოსტეოართრიტის დროს შემდეგი გზებით. ითვლება, რომ გლუკოზამინის სულფატი ხელს უწყობს ხრტილის ფორმირებას და აღდგენას. ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტი აჩვენებს, რომ გლუკოზამინის სულფატი ხელს უწყობს სახსრების ხრტილის დაცვას მისი დაშლის შეზღუდვით და ხრტილის სისქის ამაღლებით. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი, გლუკოზამინის სხვა ფორმა, ითვლება ისეთივე ეფექტურად, როგორც სულფატის ფორმა. ის უფრო ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და შეიძლება მიღებულ იქნას უფრო დაბალი დოზებით იმავე ეფექტურობით, როგორც გლუკოზამინის სულფატი. ქონდროიტინის სულფატი არის ცილის მოლეკულის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილის ელასტიკური თვისებების განვითარებას და ითვლება, რომ მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს ხელს უწყობს შემცირდეს სახსრებში მტკივნეული შეშუპება, რომელიც წარმოიქმნება სახსრის ღია ძვლოვანი ზედაპირების ერთმანეთთან შეხებისას. გარდა ამისა, ქონდროიტინის სულფატს შეუძლია ასევე ხელი შეუწყოს ხრტილის დაშლის შენელებას და მისი ზრდის აღდგენას სახსრების ზედაპირების უკეთ შესაფუთავად. გლუკოზამინმა და ქონდროიტინის სულფატმა შეიძლება ვერ უზრუნველყოს ტკივილის საკმაო შემსუბუქება ოსტეოართრიტის მქონე ყველა პაციენტისთვის. ბევრი პაციენტი მიიჩნევს, რომ საუკეთესოა გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის საკვები დანამატების გამოყენება სხვა კონსერვატიულ მეთოდებთან ერთად მათი მკურნალი ექიმის ხელმძღვანელობით. არსებობს ტკივილგამოყუჩებლები, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, როგორიცაა იბუპროფენი, COX-2 ინჰიბიტორები, ნაპროქსენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. აცეტამინოფენი ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ოსტეოართრიტთან დაკავშირებული სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად. გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის საკვები დანამატების მიღებამ შეიძლება შეამციროს ზოგიერთ პაციენტში ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამოყუჩებელი მედიკამენტების მიღების სიხშირე, ხოლო სხვებმა კი შეიძლება გააგრძელონ ამ მედიკამენტების მიღება იმავე სიხშირით ტკივილის შესამსუბუქებლად. თუმცა პაციენტები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ასპირინს, უნდა მოერიდონ ქონდროიტინის სულფატის დანამატების მიღებას, რადგან მან შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლდენას. ვარჯიშები მსუბუქი გაჭიმით ეხმარება პაციენტებს შეინარჩუნონ მოქნილობა და მოძრაობის უნარი, ასევე მცირდება კუნთების და სახსრების შებოჭილობა.
მსუბუქი ფიზიკური აქტივობები ასევე შეიძლება დაეხმაროს ოსტეოართრიტის მქონე პაციენტს ხერხემლის ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. აკვათერაპია ან აუზში სპეციფიკური ვარჯიშები შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს ოსტეოართრიტით გამოწვეული ძლიერი ტკივილის დროს. აკვათერაპია აძლევს სახსრებს განტვირთვის საშუალებას, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს ვიდრე სხვა სახის ვარჯიშები. ვარჯიშის კიდევ ერთი მსუბუქი ფორმა ელიფსური აპარატის ან სტაციონარული სავარჯიშო ველოსიპედის გამოყენება. ის უზრუნველყოფს აერობული ვარჯიშის ფორმებს, რომლებიც დაბალ ზემოქმედებას ახდენენ სახსრებზე. კისრის ოსტეოართრიტის დროს ჩატარებული ხერხემლის დაჭიმა და მანუალური ან ოსტეოპათიური მანიპულაციები ამსუბუქებენ ქრონიკულ ტკივილს და ოსტეოართრიტის სხვა სიმპტომებს. ეს მანიპულაციები ამსუბუქებენ ტკივილის მძიმე ეპიზოდებს. პაციენტებმა, რომლებსაც სურთ დაჭიმა, ყოველთვის უნდა ითანამშრომლონ ექიმთან, რათა უზრუნველყონ ტრაქციის მოწყობილობების სწორი და უსაფრთხო გამოყენება, რადგან დაჭიმის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მათ მიაყენოს ზიანი. არსებობს დამატებითი მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდები, აკუპუნქტურა, იოგა ან ტაიჩი, ინსტრუმენტების დახმარებით რბილი ქსოვილების ტექნიკა, როგორიცაა აქტიური გათავისუფლების ტექნიკა, გრასტონის ტექნიკა, კუნთების ენერგიის ტექნიკა, პროპრიოცეპტიური ნეირომუსკულური რეაბილიტაცია, ნიმო მეთოდი, მასაჟი და სხვა. ეს პროცედურები ასევე შეიძლება ეფექტური იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის. ზოგჯერ გარკვეული პაციენტებისთვის სახსრებზე ზეწოლის შესამცირებლად დასვენება ან წონის დაკლება შეიძლება იყოს რეკომენდირებული. სახსრების ანთების შესამცირებლად ვარჯიშის დაწყებამდე ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ხანმოკლე დასვენება და მედიკამენტების მიღება. მკურნალობის სწორი კურსი განსხვავდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად და ის უნდა ტარდებოდეს ექიმის მეთვალყურეობით. ძლიერი ართრიტული ტკივილის შემთხვევაში იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს მალების შერწყმის ოპერაცია. თუმცა შერწყმის ოპერაცია არ არის ოპტიმალური, რადგან ოსტეოართრიტი ჩვეულებრივ გავლენას ახდენს ხერხემლის მრავალ სეგმენტზე და მრავალსეგმენტიანი შერწყმა ზოგადად არ არის მიზანშეწონილი.